რაც არ ეშლებათ ქოცებს, ეს მაკეტის დამზადებაა. ეს ოზურგეთი ანასეულის საჯარო სკოლა. ოღონდ აი მაკეტის მაგვარი სილამაზეები აქ არ არის. აი აქაურება ესე გამოიყურება. აქ გვეუბნებიან 120 ბავშვზე გათვლილი სკოლა უნდა იყოს. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2023 წელს ხელშეკრულება გაუფორმა შპს ჯავახს. აი აქ არის რომ შემსრულებელი ეს კომპანია არის. 2023 წელს აქ ტრაგედიაც დატრიალდა. მაშინ როდესაც დემონტაჟი ხდებოდა იმ სკოლის, მუშა გადმოვარდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. ასე დაიწყო ეს ამბავი. 2 წელი გავიდა მას შემდეგ და ადგილზე არავინ არ უნახავთ. შვები დაახლოებით 100 ბავშვი არის საუბარი, რომელიც აქ დადიოდა. უკვე 2 წელია დაყავთ სხვა სოფელში საკმაოდ დაშორებით აქედან. ეს უკვე არის სოფელზიანი საჯარო სკოლა. მაშინ ხელშეკრულება 11 მილიონ ლარში ადგენს და 4 საჯარო სკოლა, აქედან 3 ოზურგეთში და 1 ლანჩხუთში უნდა აეშენებია ამ კომპანიამ. გააკეთებენ ბასეინს, ყველა გააკეთონ სკოლა. კი, ანუ ღია არის, ეხლა ვნახულობდი, მას ჭიშკარი ჩვეულებრივად. მე ვაფასებ ყველაფერს. ამ ქვეყანაზე ვიდა კარგი. და ეს უნდა გაკეთდეს ამ სკოლა, ამოასწრო და არ გვინდა გასვარდეს. მართალი ვწანდებ. შეიძლება. ეს უკვე არის ზემონატანების საჯარო სკოლა. აქ რაღაც მიკროფონი დამისველ და მე მგონი ხმა არ ისმა და ვიდეო როცა ვნახე, ამიტომ ზემოდან ვადებ ხა ხმას თავიდან. ზემონატანებს კიდევ სხვა ისტორია აქვს, ანუ 3 წლის წინ გადმოიყვანეს ზემონატანებიდან ბავშვები ქვემონატანების საჯარო სკოლაში, იმიტომ რომ მძიმე მდგომარეობაში იყო ეს სკოლა, მაგრამ ქვემონატანებშიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სკოლაში ჭერი ჩამოინგრა კიდევ დამატებით და საერთოდ ამხელა დასახლებიდან ბავშვები სხვა სოფლებში დაყავთ დღემდე. ეს მშენებლობა 2 წლის დაწყებული უნდა იყოს, მაგრამ როგორც ხედავთ, საერთოდ დემონტაჟიც არაა ჯერ დაწყებული ძველი სკოლის. ამ ტენდერით საშუალებით 11 მილიონი ლარი არის გამოყოფილი ჩვენი ფული ბიუჯეტიდან, რის მეშვეობითაც 4 საჯარო სკოლა, 3 ოზურგეთში, ეს არის ანასეულის, ზემონატანების და მზიანი საჯარო სკოლები და ლანჩხუთში ნიგოეთის საჯარო სკოლა უნდა იყოს ახლა თითქმის დასრულების ეტაპზე, იმიტომ რომ 2023 წლიდან დღემდე, ანუ 2 წელია გასული, მაგრამ ამათ თითითიძე არ დაუდიათ ჯერ ნიგოეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა 2 წლის წინ რემონტი ჩაუტარებიათ, ფანჯრები ჩაუსვამ და ასე შემდეგ, თუმცა 2 წლის შემდეგ გადაწყდა რომ უნდა დაენგრიათ თურმე ეს სკოლა. აი ესე არის, რავი, ჩვენი ფული, ჩვენი ბიუჯეტის ფული, ჩვენი გადასახადებით გადახდილი ფული, თუმცა 2 წელია არაფერი არ ხდება, ბავშვები, მშობლები ცვალობენ, უზარმაზარ გზებზე უწევთ მთელი დღის განმავლობაში გადაადგილება ბავშვებს, მაგრამ აი ესე 2 წლის მანძილზე აი საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ ფაქტობრივად. ესე გამოიყურება ქოცების შესრულებული დაპირებები და ესე გამოიყურება ქოცების მშენებლობა. ამ ყველაფერს გიყვებით იმიტომ, რომ უნდა იცოდეს ადამიანება, მათი ფული როგორ იფლანგება, როგორ იპარება, როგორ ორთქლდება და ვის ხელში არის მათი ბიუჯეტი და ის დაპირებები, რომლებსაც საარჩევნოდ გასცემენ ხოლმე, აი ასე სრულდება.